ერთი უცნაურესი ექსპერიმენტი უნდა შემოგთავაზოთ თქვენც და საკუთარ თავსაც. უნდა შევთავაზო ერთი უცნაურესი ექსპერიმენტი. მე ხელთ მაქვს 7 ცალი თუ არ ვცდები და არ ვცდები. 7 ცალი პატარა ფურცელუკა, აი ესეთი. ანუ მოვათავსებ რაღაც ზედაპირზე. აი ეს ფურცელი თითოეულზე დატანილია თემა, რომლების აქტუალურია და რომელთა განხილვასაც ვაპირებ. რატომ ვაკეთებ ამას? თავდაპირველად დავიწყოთ 100 ავხსნი. საქმე ისაა, რომ ერთმანეთზე საინტერესო ამბებია ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოშიც, რეგიონშიც და მსოფლიოშიც. და მართლა 7 ვიდეო ბლოგს ხო არ ჩავწერ, ჩემო ტკბილო, მაყურებელო, ჩემო ძვირფასებო, დღეში. არც სწორიც არ არის ეს. ეხლა მართლა ტელემედია ხო არა ვარ, რომ უწყვეტი მაუწყებლობა მქონდეს. ხო, ერთი ჩვეულებრივი ვიდეო ბლოგერი ვარ. ჟურნალისტი, რომელიც გარკვეულ საკითხებს, აქტუალურ საკითხებს ჩემი წარმოდგენით მიმოიხილავს. ამიტომ მე ფურცლებზე ეს კარგად მოგეცოთ და ეს პრინციპში. ფურცლებზე დავიტანე, მოდი ასე ვიტყვი, 7 თემა, 7 ერთმანეთზე საინტერესო თემა და ერთ-ერთ შევარჩევ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე საღამოს 8 საათისთვის, ახლა არასრული 5 საათია. მე კიდევ ერთ ვიდეო ბლოგს რიგით მე-4-ეს არ ჩავწერ, დღეს რიგით მე-4-ეს, მაგრამ მართლა ახლა 7-ს ხომ არ ჩავწერ. თითოეულს 20 წუთით, 15-20 წუთი, ნახევარი საათი მაინც უნდა და ხო, არ ვიცი ხა 20 წუთის განმავლობაში 3 ვიდეო ბლოგი გამომდის, 1 საათი გამომდის, 20 წუთიანი რო იყოს თითოეული, 7-ვე რო ჩავწეროთ, თქვათ რაღაც 2 საათი და კიდე 20 წუთი და ნუ ზამეტანი გამოვა ეხა გულახდილად. ამიტომ ახლა ავანჯღრებ თუ გნებავთ ასე ვიტყვი, აი 100 ავანჯღრებ, 100 ავანჯღრებ და ავანჯღრიე და ხო იმეს თუ გონია რომ ყველაზე ერთი თემა, ყველა ფურცელზე ერთი თემაა დატანილი, ის ვინმე რასაკვირველია ცდება, მე გავხსნით თუ გნებავთ. ყველას და რომელიც შემომხვდება, იმაზე გავაკეთოთ, გავამახვილოთ ყურადღება თქვენის ნებართვით, ესე იქნება უპრიანი და კარგი, მაგალითად ეს ავიღოთ, თავის სულ ერთია, მაგალითად ეს ავიღოთ, მნიშვნელობა არ აქვს. ხო, და ხო, და ბუნებრივია არც ერთ თემასთან დაკავშირებით, ყველა თემასთან დაკავშირებით მომზადებული ვარ, ახლა ასე არ არის, რომ მომზადებული არ ვიყო და არ აი მაგალითად ავიღოთ, მაგალითად აი ეს ბოდიში, ხო, აი ეს ფურცელი ავიღე. ხო, ახლა საერთოდ არ შეეპაროს და რა თეაწერია აქ. კომის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების მოლოდინში მაინც ვიტყვი ასე, ან მოკლედ როგორ ებრძვის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება თავისუფალ მედიას. ეს არის არჩეული თემა. ახლა აქეთ გადავდოთ, მე გაჩვენებ სხვა ფურცლებსაც. ეს არის არჩილ ტატუნაშვილის მაგალითი, ანწუხელიძე, გინტური და სხვები. აქეთ გადავდებ თქვენის ნებართვით, ფოკუსებს ვაკეთებ, იმეს ეგონება არა რასაკვირველია. საპატრიარქოს ამბები, პრინციპში კარგია რომ ეს თემა არ შემოხდა, იმიტომ რომ ხვალ უფრო აქტუალური იქნება, გაიმართება რა სინოდის ხდომა. მესამე ფურცელი, ესე იგი ეს ფურცელი აქეთ აგვაქვს გადმოდებული, ხო? ხოშუის არ მინდოდა გულახდილად გეტყვით, რომ ეს ფურცელი შემხვედროდა, იმიტომ რომ გადაწყვეტილება პრინციპში კომკომისა, მარეგულირებელი კომისიისა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში 5 წუთია 20 წუთი არ არის და იქნება და სჯობდა რომ ხვალ გაგვეკეთები და ან ოდნავ მოგვიანებით გაგვეშალა ეს თემა. მესამე არის ყაველაშვილის სლოვაკეთში, პრინციპში დასრულებული ვიზიტია ეს, ან ყოველ შემთხვევაში მისი ძირითადი ნაწილი იქნება და ამაზე ღირდა ყურადღების გამახვილება. ყაველაშვილს უთქვამს, ბოდიშ ვიხდი. ყაველაშვილს უთქვამს, აი, მაგალითად ფორმულას ლინკზე შევალ, თქვენის ნებართვით ხმასაც ჩაუწიოთ. რომ არ შემოგვივიდეს რამე ხმა. ევროკავშირი რომ შეიქმნა, ეს იყო სამშვიდობო იდეა დაფუძნებული ეკონომიკურ განვითარებაზე, თანასწორობაზე, სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემაზე. ამ ეტაპზე კი ჩვენ და სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატია ჩვენთან მიმართებაში შეცდომებს ხშირად უშვებს. ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც რომ მკითხო, ისევე როგორც ბევრს ქართული ოცნებიდან, რომელ წელს შეიქმნა ევროკავშირი, როგორც ერთი არის სივრცე, რომელი ქვეყნები არიან დამფუძნებლები ამ ევროკავშირისა. ამ ქვეყნების ლიდერები ვინ იყვნენ იმ ხანად? ამაზე ვერ გიპასუხებს. აი მართლა გულწრფელად
ვამბობ ამას. არა თუ ყაველაშვილი, არამედ ქართული ოცნების მაგალითად დეპუტატთა 80%, 90%, ან ზოგადად ხელისუფლების 90% ვერ გიპასუხებს. თეა წულუკიანი გიპასუხებთ, ირაკლი კობახიძე გიპასუხებთ, შალვა პაპუაშვილი გიპასუხებთ, მაგრამ მაგალითად ირაკლი ზარქუა ვერ გიპასუხებთ. გულახდიდად ვლაპარაკობ ამას. ირაკლი ზარქუა მაგალითად ისიც კი არის, ის აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ბრიტანეთი არ არის ევროკავშირის წევრი. მოკლედ ყაველაშვილს ეს უთქვამს, რეალურად კარი დაკეტილია ევროკავშირისა იმის გამო, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო 2024 წლის 28 ნოემბერს და 28 ნოემბრიდან მე 5 თუ 4 ფურცელი გავხსნათ. რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში ეს ზოგადი თემაა, პრინციპში ამაზე სულ ხშირ ლაპარაკობთ, ხშირად ლაპარაკობთ და კარგია რომ ეს თემაც არ შემხვდა ახარებს ეს ამბავი, თუმცა ცხადია მომზადებული ვიყავი, მე აქ უნდა მესაუბრო ანაკლიის თემაზე უფრო და ანაკლიაზე თანამედროვე დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით ანაკლიაზე არა მხოლოდ როგორც ეკონომიკურ პროექტზე, არამედ როგორც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე საწავიდა ეს ფურცელი. რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაჩინო ამ რეგიონში და უფრო ფართოდაც. ეს თემა რომ არ შემხვდა მე ვწუხვარ, გულახდილად გეტყვით, ეს არის ტრამპის გზავნილები, იქნება მართლაც და ბოლო ვიდეობლოგი, რომელსაც საღამოს 9 საათზე ჩავწერ, ამასობაში კიდე რაღაცები გაირკვევა. ხო, იქნება და ამ თემას ტრამპის გზავნილები ევროპისათვის უფრო ადრესატი სწორედაც რომ ევროპა ამაზე ვილაპარაკო. აქვე ვიტყვი რომ ჩემი მოსაზრებით ბევრი ამოცდილი პირი შემეწინააღმდეგება და არ დავეთანხმება, ტრამპი ნაწილობრივზე მეტად მართალია ევროპასთან დავაში და პრაქტიკულად არ დარჩა ევროპაში ლიდერი, ფინეთის ლიდერის გარდა, რომელიც მასთან კარგ ურთიერთობაში არის. მძიმეა ტრამპი, არასწორია მისი ცალკეული კი არა, პრაქტიკულად ყველა კრიტიკული რემარკა, რეპლიკა ევროპელი ლიდერების განსაკუთრებით მიმართ წინააღმდეგ არის არასწორი, ამას ხიად ვამბობ. მაგალითად მაკრონზე და საერთოდ არც არავისზე არ უნდა თქვა ის, რაც თქვა ტრამპმა, ჩემი აზრით, კი არა, ობიექტურად ასეა, მაგრამ ორმუზის სრუტესთან მიმართებაში ტრამპი მართალია რა, უფლებით, მოდი ასე ვიტყვი, ჩაკეტა ესპანეთმა საჰაერო ამერიკის შეერთებული შტატებისათვის და აგრეთვე ბაზებზე წვდომის უფლება რატო არ მისცა. ნეიტრალური საქართველო და ზაზას წერილის ბოლოდინში, ანუ შათირიშვილისა, ეს არის ბოლო თემა, ხო, ცოტა მოყვითალო თემაა, როცა დაწერს ზაზაია შათირიშვილი, იქნება და უკეთესი იყოს და აკი გითხარით, რომ შერჩეული თემაა კომისიის, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება ან გადაწყვეტილების ბოლოდინში უფრო ზუსტი რომ ვიყო, როგორ ავიწროებს მედიას დამოუკიდებელს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, არ ვიცი დავკუჭოთ, გადავაგდოთ აქეთ, არ ვიცი იცით თუ არა, რომ კომისია მარეგულირებელი შეკრებილია 3 საათზე დაიწყო ეს შეკრება, ახლა უკვე 5-10 წუთი, როცა თქვენ მიადევნებთ თვალყურს შესაძლოა ინფორმაცია გქონდეთ მისი გადაწყვეტილების თაობაზე, ამიტომ მე ვეცდები და მოვახერხებ, რომ ზმნის დროები შევარჩიო ისე, ან წინააღმდეგები ჩამოვაყალიბო ისე, თითქოს ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, ცხადია, მაგრამ თითქოს ეს ყველაფერი მომხდარია, ან სავარაუდოდ მომხდარია. მოკლედ რაღაცას მოვახერხებ, ცოტა ადრე მიწევს ამ თემაზე საუბარი და დავასახელებ რამდენიმე ადამიანს ტელეკომპანია ფორმულად. აი მაგალითად ავიღოთ, კალამსაც ავიღებ, თქვენ ეს ნებართვით და დავიწყებ. სალომე ბოკუჩავა. არაჩვეულებრივი ჟურნალისტი, რომელიც კიდევ უფრო არაჩვეულებრივი გახდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც სათანადო გამოცდილებასაც დააგროვებს, უფრო მეც, უფრო უკეთეს და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუ ის შერჩა ჟურნალისტიკას, ამაზეც ხაზგასმით ვამბობ, თუ ის შერჩა ჟურნალისტიკას, მას ადრე იქნება თუ გვიან საკუთარი საავტორო გადაცემაც ეკნება. იგივე თქმა მინდა სალომე ლაბაძეზე, რომელიც ასევე არაჩვეულებრივი ჟურნალისტია და ძალიან პერსპექტიული ჟურნალისტია. ეხლა ყველას ვერ ჩამოვასახელებ, მაგრამ ყველას ვერ გავიხსენებ. მაგალითად ნუცა ახუტაშვილი, ხო? არაჩვეულებრივი ჟურნალისტი შეიძლება დადგეს, თუმცა ძალიან პატარაა ნუციკო 20-21 წლის და მე ვიტყვი რომ უკვე ანათებს მეთქი. უკვე ბწყინავს ქართულ ტელემედია სივრცეში. ეს არის სხვათა შორის ფორმულას ნიუსრუმის ხელმძღვანელების ნანას, ხათუნას ამსახურება პირველ ყოვლისა. ნაინც კირველის და ხათუნას აღინაცის.
Შემიძლია კიდე გავიხსენოთ ცხადია სხვების, მაგრამ ნანო ჩაკვეტაზეს უბრალოდ ვერ ავწდები. ისიც მომავალი ვარსკვლავია, ნახეთ როგორი წყობრი წინადადებები აქვს. მე მინახავს ისინი ვაკმირდებოდი როგორ მუშაობენ ისინი ტექსტზე და როგორ მუშაობენ საკუთარ თავზე. ახლა გავწდები მათ და შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ოღონდ ჩემზე უმცროსებსაც ვიტყვი. მაგალითად, ქეთი თუთბერიძეს უნდა დაეყრდნო ის შაბათის ფორმულაშია, უნდა დაეყრდნო თავიდან ბოლომდე. იმიტომ რომ ქეთი არის უკვე ამოსული ვარსკვლავი მეთქი. ვიტყვი ასე. მაგალითად, უნდა დაეყრდნო კი არა, უნდა აღფრთოვანდე ირაკლი კიკნაველიძით. მე მივესალმები ნანო ვახსენე და ნანოს და ირაკლის ოჯახს. რაც ირაკლიმ გააკეთა, რაც ირაკლიმ ჩაიდინა, ასე ვიტყვი რა. წინვალე ეთერებით შემოგთავაზა ფორმულას ეთერში აი პატრიარქი რო გარდაიცვალა იმ დღეს მე გიორგი თარგამაძესთან თარგამაძის ფორმულაში უკვე შემდგომ დაკრძალვის დღეს უწყვეტად რომ მიყავდა ლამის უწყვეტად მთელი ეთერი შეუძლებელი არ აღფრთოვანდე მისი ცოდნით, მისი კვალიფიკაციით, მისი სწორი ტონით, სწორი აქცენტებით, მისი ფართო ხედვით, ცოდნით მე კიდე ითხარი და გავიმეორებ ამ სიტყვას მისი კეთილშობილებითაც ვიტყვი ასე, გავბედავ და ვიტყვი ასე. ეხლა ქეთი ვახსენე, ირაკლი ვახსენე, სხვებით ხსენებად შემიძლია. იმავე შაბათის ფორმულაში მაგალითად დეა სიგვარი არ მახსოვს სამწუხაროდ, აძაღულა თუ აღწდები, მაგრამ შეიძლება მეშტება და გიბოდიშებთ. მასაც დიდი პერსპექტივა აქვს. სხვების თუ ვინმე გამომრჩება და უცებად გამომრჩება, ყველას გიბოდიშებთ. არავის არ გამოვარჩევ ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ როგორ არ გამოვარჩევ ხალხი. გამოვარჩევ, იმიტომ რომ ესენი არიან აი ტევ ფორმულას მაგალითზე ესენი არიან ქართული ჟურნალისტიკის მომავალი და არა ტაბლიაშვილი. კონკრეტულად საკუთარ თავზე ვილაპარაკებ და არა სხვაზე, იმიტომ რომ ტაბლიაშვილი, იმიტომ კი რომ რაღაც ასაკშია და რაღაც შემოდგომის ფერებია ხო? არა, არავითარ შემთხვევაში კიდე რაღაც 10 წელიწადი, 12, 15 მე ალბათ აქტიური ადამიანი ვიქნები ამ სფეროში ან მომიჯნავე სფეროებში, მაგრამ აი ეს ახალგაზრდობა იმედი ხვალის მოდის. და უნდა მოვიდეს კიდეც და მათ უნდა გადაიბაროთ ტაბლიაშვილზე ვიტყვი ხო სხვაზე არ ვიტყვი რაღაცა საავტორო გადაცემა უნდა წაიყვანო რაღაც ტექსტი უნდა წაიკითხო თავად უნდა შექმნან ტექსტი ისედაც ქმნიან რაღაც თავად უნდა დასვან აქცენტები და ასე შემდეგ ეს სწორი იქნება როცა იქნება მაშინ ახლა ჩვენ ბრძოლაში ვართ ახლა ჩვენ განფრთხნილები ვართ პროფესიისაგან ასე ვიტყვი ახლა ჩვენ ბრძოლას ვაწარმოებთ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების ანუ რუსეთის აქაური წარმომადგენლების წინა და აქ ტაბლიაშვილი მაპატიებს სალომე, ნებისმიერ ორივე სალომე არის ნებისმიერი სხვა. ტაბლიაშვილი აქ საჭიროა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ტაბლიაშვილმა ჭყალებში ყველაფერი იცის, იმელის პარლამენტში მაგ ამ ხელა ვიყავი 92 წელს, როცა 11 ოქტომბერს აირჩიეს ის პარლამენტი, მაინც დაბადებულებიც არ იყვნენ და ვაშუქებდი საქართველოს დსთ-ში როგორ შევიდა, ან მურვანიძე როგორ იკერავდა პირს, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, დეპუტატი იყო ესეთი ზურაბ მურვანიძე და იმას გულისხმობ და მე რაღაც 9 აპრილთან დაკავშირებით როგორ ბღეროდა ან როგორ იცინოდა აზ გარდაცვლილი რუსლან ბერიძეც მეუღლე მერაბ კოსტავასი ან ნესტან კირთაძე და სხვები ანუ ეხლა რა გვარებსაც ვასახელებ ამათი უმრავლესობისთვის ეს გვარები უბრალოდ უცნობია აქ ამ ნაწილში მე შეიძლება საჭირო ვარ მე და ჩემი ბევრი კოლეგა ჩემზე ახალგაზრდები უმრავლეს შემთხვევაში მაგრამ როცა ყველაფერი დასრულდება და ეს არის ომი აქ იკითხავთ მე ირაკლი ტაბლიაშვილი აქვე ვიტყვი ხიად ვამბობ ამას მე ჟურნალისტიკაში ცხადი არ დავრჩები და იქ ერთი როცა იქნება ის ბოლო ეთერი ხო 1 წელიწადში 2 წელიწადში ნახევარ წელიწადში 7 წელიწადში მე ხوار ვიცი მაგრამ როცა იქნება მე მანამდე თუ 7 წელიწადში ცხადია მანამდე ხა 7 წელიწადი მე არ ვაპირებ ფარს გაჩერება ხო მე ვიტყვი რომ აი ესენი და ხა მე მკვიდრე ხმამაღლა თქვა მე ცხადია მაგრამ მე რომელი ის მე ვარ ხა ისა მოსაყდრეს არ გამოვარჩევ მაგრამ ხო ვიტყვი რომ აი ესენი არიან მომავალი მეთქი და ეხლა რატო ყვები ამას 14 წუთი გავიდა ამასობაში ამათ შეზღუდვას ცდილობს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება და ცდილობს სხვადასხვა გვარად ვიტყვი ღიად ამას აცდილობს რომ ეს ადამიანები ან ამ ადამიანების ნაწილი ან პროფესიიდან წავიდეს ან ჟურნალისტიკიდან წავიდეს ან რა ვიცი შეიცვალოს პროფესია ან ყველაფერზე ჩაიქნიოს ხელი და ასე ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა ცდილობს რომ ესენი აი ეს ვინც დავასახელე და კიდევ უამრავი არ დამიცახელებია ხო და ვიტყვი ერთ-ორ გვარს კიდევ გამახსენდება გზადაგზა ესენი დაემსგავსონ კონფორმისტ იმ ჟურნალისტებს ჩემი თაობისა ნაკლები არიან მაგრამ რომლებიც განფენილნი არიან სხვადასხვა სახელმწიფო არხზე თუ არხში მაგალითად
რუსთავიორში მაგალითად, იმედში მაგალითად, პოზიტივში მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელში. ესენი ცდილობენ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ცდილობს რომ მოღუნოს, მოდრიკოს, გააუბედუროს, საკუთარ თავთან მართალი რომ არ იყოს ის ადამიანები, იმგვარი ადამიანები, შექმნას გიორგი ფუტკარაძეები თუ ნათია ლაზაშვილები, კაკულიები თუ აგვარია ის ჩიხლაძეები, თუ სხვები და ლეგიონია მათი სახელი, რომლებმაც სხვაშორის ასევე არ იციან ეგრა მაგის პასუხია ევროკავშირი როდის დაარსდა. აქ ცალომე ლაბაძე კითხულობს, პირობითად ცალომე ლაბაძე კითხულობს იმას, მე კი არ მეკითხება, კითხულობს, როდის დაარსდა ევროკავშირი და აზროვნებს კრიტიკულ აზროვნებას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, აზროვნებს კრიტიკულად. ეხლა ეს ყველაფერი დავიწყე კი იმიტომ, რომ კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია შეიკრიბა დღეს 3 საათზე და მე კი არ ვიცი რა გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რა გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენში რომ დარჩეს. ეს კომისია არის რეალურად სადამსჯელო აპარატი, რომელიც დღეს შეიძლება დაგვინდობს, მე არ ვიცი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს და იტყვის, რომ ხო ფორმულას და TV პირველის ეთერში, TV პირველი ჟურნალისტებს მივესალმები, ბარემ TV პირველის ეთერში და ფორმულას ეთერში გასული ესა თუ ის სიუჟეტი და ამ სიუჟეტის ტექსტი, ან საკადრო ტექსტი, ანუ ავტორისა წამყვანისა, საინფორმაციო წამყვანისა არ იყოს სწორი, მაგრამ ახლა დღეს არის შენიშნა. მაგრამ ხვალზე ამ იარაღს, სადამსჯელო იარაღს მოქცეულ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ხელში აუცილებლად ექნება სურვილი, რომ გამოიტანოს და ინსტრუქციაც მიღებული ხელისუფლების მხრიდან, რომ გამოიტანოს ვერდიქტი მკაცრი და დასაჯოს ეს არხები და შესაბამისად ეს ჟურნალისტები, რომლების ხელფას თვეები ისე გადის, რომ ხელფასს ვერ იღებენ, ჰონორარს თუ ხელფას ანაზღაურებას ვერ იღებენ და რომელიღაც ეტაპზე, ეხლა მე ჩამოვასახელებ არა, გავიხსენებ ესე აი ხელის ერთი ხელის 5 თითი არ მეყოფა. ხო 1 2 3 აი რასაც გონებაში ვანგარიშობ 4 5 6 7 შეიძლება 8 შეიძლება მე შეიძლება მარტო ფორმულადან 8 თანამშრომელი მინიმუმ 8 ჟურნალისტი თანამშრომელი კი არა ზოგადად არამედ ეკრანებიდან რო ხედავდით ეს ადამიანები უბრალოდ წავიდნენ მიზესთა გამო ამრვიდან 1 2 3 4 რამდენადაც მახსენდება 1 2 3 4 შესაძლოა 5-იც ხო 4 ნამდვილად წავიდნენ საერთოდაც ქვეყნიდან იმიტომ რომ პერსპექტივა ვერ ნახეს ამ ქვეყანაში მათ შორის ვერც ჟურნალისტიკაში ისინი იყვნენ ამომავალი ვარსკვლავები ქართული ჟურნალისტიკისა რომლებსაც ამ ტაბლიაშვილის სხვებზე ხო არ ვლაპარაკობ უნდა გადაებარებინათ უნდა ეთქვათ უნდა ეჩვენებინათ რომ ისინი მზად არიან საავტორო გადაცემებისთვის და ვინც დარჩა მათაც ჭირხნის თუ აუბედურებს მათაც უბიძგებს ქვეყნიდან წასვლისაკენ ამგვარი გადაწყვეტილებებით ამგვარი შესაძლო გადაწყვეტილებებით ამ შემთხვევაში ფორმალისტულად კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია რეალურად კი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება აქვე კიდევ ერთხელ გაგახსენებთ უფლებრივ ყველასთან ვიტყვი რომ ჯერ ერთი ხელფასს ვერ ვიღებთ მერე ხებელი ვიღებთ და ამის გამხელა პრინციპში არ არის ცოდვა საერთოდ მით უფრო დიდი ცოდვა ეს მნიშვნელოვანია მაგრამ იმასაც ვიტყვი რომ ჩვენ არ ჩავქვრებით აი ყველას ეს ჯინაზე ჩვენ არ გამოვთავთ ტელევიზორს თუ ეკრანს თუ ცისფერ ეკრანს თუ რაც ქვია ანუ არა დავიშლებით ხელისუფლება წოდებულ ბანდას ისიც რა უნდა ის კი არ უნდა რომ მისი სპეცრაზმი შემოვიდეს ფორმულას ეთერში არა როგორ გეკადრებათ ამ შეცდომას როგორ დაუშვებს რომ მე რაღაცა ჩვენ რაღაც სალაპარაკო არ მოგვეცეს არა ამ ხელისუფლება წოდებულ ბანდას უნდა რომ ჩვენ თვითონ ვთქვათ უარი ბევრნი ვიყოთ შეჭირვებისა და გამოვთქვათ უარი მაუწყებლობაზე და ვთქვათ რომ იცით რა უბრალოდ აღარ შეგვიძლია იმიტომ რომ რეკლამა ჩვენ არ გვაქვს და არა გვაქვს რეკლამა არ მოაქვს ბიზნეს რეკლამა ასე მაგალითად TV ფორმულაზე დარწმუნებული ვარ TV პირველზეც იცით რატომ იმიტომ რომ ხელისუფლება წოდებული ბანდა ცალკე ბიზნეს კარნახობს ჩუმად არა ფურცელზე დაწერილს ბრძანებას კი არ იძლევა ინსტრუქციას არამედ კარნახობს რომ არა და არას დიდებით არ მიიტანოთ ფორმულაზე თუ TV პირველზე რეკლამა ანუ იმათმა არც უნდა ისულდგმულონ რამდენადაც არიან მტრები ქართული სახელმწიფოსი არა და პარალელურად როგორი პროცესია ისიც ნუ მათეული გაგებით მტრები ქართული სახელმწიფოსი თორე ჩვენზე დამბობენ ის სიავეს ქართლისას ამბობს ჩვენ სუც არ მალავს ეს ხომ საღახადი სიძულვილია ეხა მე ილიას კი არ ვციტირებ ან რაღაც ლექციას კი არ ვკითხულობ ილია ჭავჭავაძეზე ან სხვა შემთხვევაში რაღაც დავით გურაბიშვილზე ხო ვინც არ ახგავს კახაბერსაც ვერ ვიტყვით კახაბერად ეს ხო ფაქტია
და არ გავს კახაბერს, არ გავს ნორმალურს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება და აკი ამიტომაც მოიხსენიებთ მას მე საავტორო გადაცემებში ბანდას ვუწოდებ. საავტორო გადაცემა არ არის ნიუსი, მაგრამ იქ ამბობენ ის გამოც გვესაგვედავება სხვა შორის ეს მარეგულირებელი კომისია, რომ ეს არის ივანიშვილის რეჟიმი. აი ივანიშვილის რეჟიმი თურმე არ უნდა ვთქვათ, არ უნდა წარმოვთქვათ ეს სიტყვა. ეს არის ივანიშვილის მინისტრი, ივანიშვილის დეპუტატი და სხვა მსგავსი ტერმინების გამოყენებისათვის გვედავება ჩვენ მარეგულირებელი კომისია და მარეგულირებელ კომისიაში საჩივრის დამწერი ერთი ვინმე ქორიძე, რომელს დააწერა ეს დასკვნა, რომელმაც შესთავაზა და რომლის თაობაზეც მიიღებს გადაწყვეტილებას ახლა მარეგულირებელი კომისია, რომლის ხელმძღვანელი სხვა შორის აღარ არის ბექაური, აქვე ვიტყვი. ამ მნიშვნელობა აქვს პრინციპში ვინ არის, მაგრამ მაინც ეს ხო იარაღია საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების ხელში. ხო და იმას ვამბობდი, რომ ბიზნეს არ მოვაქვს რეკლამა. შესაბამისად, ჩვენ სულს ვღაფავთ პირდაპირ მნიშვნელობით. ოღონდ სულის ღაფვა ეს რაღაც ზოგადი ტერმინი კი არ არის, ჩემო კარგებო. ეს სულის ღაფვა არის აი იმ რა ეთერების მოგწონებიათ ირაკლი კინაბელიძის მეორედ ვახსენებ ახლა. ხო აღფრთოვანდით ირაკლი კინაბელიძის ეთერით გასვენება დღეს, დაკრძალვა დღეს პატრიარქისა, ხო წარმოუდგენლად დაბალანსებული, სწორი, ემოციაც, ტექსტიც, ცოდნაც, კვალიფიციური იყო და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ დარჩებით იმედის ამარა, რომელსაც კატასტროფული რეპორტაჟი ჰქონდა, თუ მაინც და მაინც იმ კონკრეტულ დღეს ავიღებთ არაკვალიფიციურობის თვალსაჩინოება და გამოხატულება. ეს არის პრობლემა, მას ხელისუფლებას არ უნდა, რომ აქედან ისმოდეს სწორი სიტყვა. ჩვენ წმინდა სიტყვა კვლავ უშიშრად მოვფინოთ ხალხში, მას არ უნდა, რომ ჩვენ მას ხელისუფლებას ვუწოდოთ ის, შევაფასოთ ისეთად, როგორიც არის, რაც არის რეალურად, იმიტომ რომ დისკომფორტია, როდესაც არსებობს ერთი მედია ან ორი მედია ან ბევრი ადამიანი, ბევრი მოქალაქე, მისთვის დისკომფორტია, რომელიც ეს ადამიანები აფასებენ მას ობიექტურად და პირუთვნელად და სწორად და მართებულად და ასე შემდეგ. აქვე კიდევ ერთხელ მივესალმები, მე მაგალითად ქეთი ნადიბაიძეს არ გამოვრჩა, სხვებსაც რა საკვირველია, ნატალის ბოდიში უკაცრავად, აი კარგია, ეს წამია მივიღეთ ჩვენ პასუხი. ეს მიუღებელ ტელევიზიებს. ამ წუთებში ინფორმაცია გადმოცემულია მხოლოდ ერთი მხარის პოზიციიდან და პირდაპირ ეთერში გაცნობთ. მისმერის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ არის გასხვერებული. ბალანსის მოთხოვნა გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ საზოგადოებას დაბალანსებულად და თანაბრად წარუდგინოს საკითხთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო მოსაზრება. ყველაფერს მოვუსმინოთ, იმიტომ ეს ლაივში ვართ ჩვენ ახლა პრაქტიკულად. ანუ ლაივში რაც ხდება, იმას გადმოგცემთ. მედიასთან არ თანამშრომლობენ ხელისუფლების წარმომადგენლები და შესაბამისად გარკვეული პირები. ამიტომ ბალანსის დაცვა ამ შემთხვევაში როგორ უნდა უზრუნველყოთ, როდესაც ჩვენი იურისტია ეს ეთო, რომელიც კომენტარს არ აკეთებენ. აღსანიშნავია, რომ ეს კანონი როდესაც ძალაში შევიდა, მალევე კომისიამ ქართული ოცნების საჩივრის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ასე ვთქვათ, აგვიკრძალა გარკვეული ტერმინების გამოყენება, როგორიც არის მაგალითად ოლიგარქი, ივანიშვილის მთავრობა და ასე შემდეგ. ეს მიღებული გადაწყვეტილება ფორმულამ გაასაჩივრა სასამართლოში და ჯერ კიდევ ველოდებით სასამართლოს გადასინჯვას კომისიის გადაწყვეტილების. ავიღოთ ფრაზა, რეჟიმი, ოლიგარქის გუნდი, ოცნების ეს ჩვენი იურისტია, ხაზგასმით ვამბობ, აი ეს ეთო. ეს სიტყვები და ეს ფრაზები არის შეფასებითი პოლიტიკური ლექსიკა. ანუ ეს ფრაზები არ არის მაუწყებლის მხრიდან არც მოგონილი და არც ასე ვთქვათ, რაიმე გარემოების მტკიცებას წარმოადგენს. ეს ფრაზები საჯაროდ და ფართოდ გამოიყენება პოლიტიკურ დისკუსიაში. არ შეიცავს რაიმე გარემოების მტკიცებას და არც თავის შინაარსობრივი ნიშნებით ნეიტრალური, ანუ ვერ მიუთითებთ თუნდაც ოცნების პროკურატურა, რომელი სუბიექტის მხარდაჭერი ან წინააღმდეგობის შემცველი ფრაზაა. კომისიის წევრები ასევე აპელირებდნენ იმაზე, რომ ხშირად დაბალანსებული არ არის სიუჟეტები და ყველა მხარის პოზიცია არ არის რეპორტაჟებში წარმოდგენილი და ამის გამო მიიტანეს კრიტიკულ მედიაზე, არადა ქართული ოცნება ის პარტია, რომელიც ბოიკოტს უცხადებს, მაგალითად ტელეკომპანია ფორმულას არ მოდის ჩვენთან პოლიტიკურ გადაცემებში, ასევე ხშირ შემთხვევაში ქართული ოცნების წარმომადგენლები უარს გვეუბნებიან ინტერვიუ
ინტერვიუს ჩაწერაზე და ასევე სულ რამდენიმე წუთის წინ კომისიის წევრები თავს დაესხნენ TV პირველსაც. ხსენებითი ბარათის მიხედვით მაუწყებლის მიერ პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრების გამომხატველია ახალი ამბების პროგრამის პირველები პროგრამის წამყვანისა თუ კორესპონდენტის მიერ წარმოთქმული ისეთი ფრაზები, როგორიცაა მაგალითად რეპრესიულ პოლიტიკოსთან, თუმცა ტერორი ღამის თბილისში ამით არ დასრულებულა, ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმა და სხვა. პროექტში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით თქვენვე გაქვთ კომისიას აღნიშნული, რომ მეათე მუხლით გარანტირებული არის გამოხატვის თავისუფლება და ეს გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს როგორც მოსაზრებების, ასევე ფაქტების გაჟღერებას. თუმცა ამ შემთხვევაში ამ საინფორმაციო გამოშვებაში გავრცელებული ამბები თუ რომელიმე პირისთვის, ან პარტიისთვის, ან ასე შემდგომ არის მიუღებელი. ეს არნიშნავს, რომ იღება კანონი, ეჯგარეშია ახლა ყველასთვის, რომ ქართული ოცნება ამ ფორმით ცდილობს კრიტიკული ხმა ჩაახშოს. განგვევად მიჩნეული ახალი ამბები, რომელიც ჩვენს ეთერში გავიდა, აჩენს განცდას, რომ ნოდარ მელაძია ეს რომ ჩვენ გარკვეულწილად შევზღუდოთ ისეთი თემები სანდრო ბარამიძე და ამათ დაუთმოთ ეთერი, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემას. არ ვილაპარაკოთ სინდისის პატიმრებზე, არ ვილაპარაკოთ სასამართლო დარბაზებში აღმოჩენილ იმ უზუსტობებზე, მოწმეთა საეჭო ჩვენებებზე, რომლებსაც ისინი საუბრობენ, რასაც ჟურნალისტები ადგილზე მოიპოვენ. მარეგულირებელი კომისიის წევრები დღეს იშველიებდნენ აი კიდევ ერთი მომავალი ქართული ჟურნალისტიკის არის რეპრესიული და აზრისა და გამოხატვის შემზღუდავი კანონი. ეს საკანონმდებლო ცვლილებები ქართულმა ოცნებამ დაამტკიცა ერთხმად 2025 წლის ოქტომბერში და ვენეციის კომისიაც კი გამოეხმაურა მალევე ამ საკანონმდებლო პაკეტს. ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა ეს საკანონმდებლო ცვლილებები და პირდაპირ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გაეუქმებინა ეს კანონი, თუმცა დღეს ამ კანონს, ამ რეპრესიულ კანონს ეყრდნობიან სწორედ მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები. ასევე საინტერესოა ერთი ფაქტიც, დღევანდელი სხდომა ჩაინიშნა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა დეზინფორმაციისთვის სამთავრობო არხები, ტელეკომპანია იმედი და პოსტივი, ამიტომ რჩება განცდა, რომ ერთგვარი რევანშისტული განზრახვები აქვს ახლა ქართულ ოცნებას და აი ამის გამოჩილება დაგვაჯარებოდა პოლიტიკური თავის შურისძიება. მადლობა ნატალი ჯახუტაშვილს უსმენთ. ნატალი ჯახუტაშვილს და ქეთი ნადიბაიძეს ქეთი ნადიბაიძესაც მადლობა, ორივე მომავალია ქართული ჟურნალისტიკისა. მეც გავიმეორებ რამდენიმე საკვანძო სიტყვას. პირველ რიგში ასაკურებელი ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა. ოღონდ ხაზგასმით ვამბობ ქართული ოცნებისათვის, რომ გამოხატვის თავისუფლებას ვერ ჩაახშობთ, სხვა თურაფერი ინტერნეტი დარჩება. აი აქ მე ამ წუთიდან ამ წუთას და მე ხო არ ვექვემდებარები რაღაც მარეგულირებელი კომისიის რეგულაციებს და კანონებს და ასე შემდეგ. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ბანდა ხელისუფლება, აბა მიდით და დააკამაკელით რავე. მეორე, ყველა მხარის პოზიციაზე როცა აპელირებს მარეგულირებელი კომისია ან მისი რომელიმე წევრი, ყველა მხარის პოზიცია მე მესმის ასე, თუ მოდის ამ შემთხვევაში TV ფორმულაში ან TV პირველზე წარმომადგენელი de facto ხელისუფლებისა, ქართული ოცნებისა მარტივად რომ არც მოდიან, არც ეწერებიან ხსენებულ ნატალის, სალომეს, ხვებს და ყველა მხარის პოზიცია აქედან გამომდინარე ვერ იქნება წარმოდგენილი, ვერ იქნება, განა არამედ ვერ იქნება. ეს მნიშვნელოვანია. მესამე, ეს ყველაფერი არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონტექსტში. ეს არის როდესაც ჩვენ ვამბობთ, აი საავტორო განაცემაში ამბობს ყველაზე დაბალანსებული თუნდაც, ავი რომელიმე ჩვენგანი, ხო? ამბობს იმას, რომ ეს არის რაღაცა უკანონო ხელისუფლება, ან ამბობენ, რომ უკანონო ხელისუფლება და ეს არის სუბიექტური აზრი, კვლავ მინდა, ეს არის აზრის გამოხატვის ფარგლებში მოქცეული ჩამჯდარი სიტყვა, ეს არ არის ფაქტი, ეს არის შეფასება, ისი უფლებაც თითოეულ ჩვენგანს აქვს, ხო? ეს რომ ვიცოდეთ. უსამშობლოებს რო უწოდებს, მაგალითად ირაკლი ჩიხლაძე, მას რატომ არ იბარებენ, ანუ ტელეკომპანია იმედს რატო არ იბარებენ? ის ტელეკომპანია იმედს, რომელსაც არ მინდა შემეშალოს და 17 მილიონი აქვს ბიუჯეტის დავალიერება. აქვე გავიხსენებ, რომ ირაკლი გობახიძე ბანდიტმა ცოტა ხნის წინ
თქვა რუსთავიორის ეთერში ცოტა ხნის წინ თქვა რომ მიმდინარე დავალიანება არა აქვს იმეც თორე წინა და იმეც და რუსთავიორს გასავთ რუსთავიორზე იყო ლაპარაკი თორე წინა დავალიანება განა არა აქვს რა მნიშვნელობა აქვს წინა დავალიანებას რატო პატიებენ როდესაც ერთი თეთრიც გადახდას როგორც კი დააგვიარებს ერთი ლარის ტელეკომპანია ფორმულა იმ წამშივე თუ იმ წუთშივე მის ანგარიშებს ედება ყადაღა სახელმწიფო ბიუჯეტში თუ გადასახდელი აქვს და როცა გადასახდელი აქვს ესეც მადასტურებელია ჭირხვისა რეპრესიებისა თავისუფალი აზრის მოსპობისა კიდევ ერთხელ იმეც აქვს 17 მილიონი რუსთავიორსაც ერთი ამდენი ოდნავ ნაკლები ალბათ მათ 17 მილიონს და ერთი ამდენს ოდნავ ნაკლებს ხპატიობენ მის ანგარიშებს მათ ანგარიშებს არ ყინავენ მათთან რეკლამა მიაქვთ ამასთან რუსთავიორის რეიტინგი ჩამოუვარდება ფორმულას და TV პირველის რეიტინგს უმრავლეს შემთხვევაში რეკლამა მაინც მიდის მათ არანაირი სიტყვის გამო აი რაც არ უნდა თქვან ნებისმიერ ადამიანზე მაგალითად სიტყვა უსამშობლოები ამის გამო არ ადანაშაულებენ არ აჯარიმებენ არ იწვევენ რაღაც კომისიის ხდობას და ასე შემდეგ აქ კი სუბიექტური აზრის გამოთქმის გამო ნებისმიერი ჩვენგანისა მიდის ასეთი რეპრესიული პოლიტიკა და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვიტყვი არ სურს შემოსვლა ავტომატით რომელიმე არხზე TV პირველსა თუ ფორმულაზე მაგრამ უნდა რომ მიიყვანოს ეს ქვეყანა იმ მდგომარეობამდე ეს მედია საშუალებები რომ ჩვენ ჩვენით დავიხუროთ ვერ მოგართვით მეთქი ასე ვიტყვი ვიდრე პირში სული მიდგას არა ვიდრე ესენი არიან მე ვიქნები ეთერში და ჩემს მძიმე სიტყვას ვიტყვი ხოლმე ისე რომ რასაკვირველი არ დავაზიანო ვეცდები და არ დავაზიანებ სხვა ჩემს კოლეგებს ან მთლიანად არხს და ასე შემდეგ აქვე ამასაც ვიტყვი ბარემ არსებობს მოსაზრება რასაკვირველია იმის თაობაზე რომ ამ კანონის ფარგლებში როგორღაც მოვექცეთ და არ დავარღვიოთ რაღაცა ფორმალისტურად ეს თუნდაც უკანონო კანონი მე ამ მოსაზრებას პრინციპულად არ ვეთანხმები ვიზიარებ ხაზგასმით ვამბობ იმიტომ რომ ყველაზე უფრო დავარცხდილი ტექსტი ვისაც აქვს ხო მისი ნებისმიერი ტექსტი ნებისმიერ ჩვენგანს TV პირველზე ასე მათ TV ფორმულაზე ნამშრომლობა აქვს რომელ არხს დავასახელებ ხო ამ ხელისუფლებას თუ უნდა რომ ყური მოაბას საიდანღაც ხო ყურს მოაბავს და ყურს მოგაჭამს ასე ვიტყვი ისე როგორც ისე მოგაჭამს როგორც მე გავტეხი ამ თავსახურავი ამ კალამისა ხო ეს არის პრობლემა ხელისუფლება წოდებულ ბანდას უნდა შეზღუდვა თავისუფალი სიტყვისა მოსპობა თავისუფალი სიტყვისა და ეხლა ხან მარეგულირებელი კომისიის რომელიმე იარაღს გამოიყენებს ქორიძე იქნება ის გვარად თუ სიგინჭილაშვილი ხან ეს ქორიძეა ვინც დაწერა ეს საჩივარდი იმიტომ ვახსენებ ამ გვარს ხო ჩვენს წინააღმდეგ ხან რაღაც ამისი პარლამენტარებს გამოიყენებს ხან ეკაჭიჭინაძეს პირობითად არ მოეწონება რაღაცა და ხან მის დაქალ ნინო იაწილოსაც არ მოეწონა კი მოეწონება კიდევ რაღაცა ხან პაპუაშვილი გაბრაზდება და ხან კიდე სხვა ვინმე რა მნიშვნელობა აქვს ამ ხელისუფლებას ეს ხელისუფლება რა მიზეს საბაბს მოიფიქრებს თავარი არის რომ ჩვენ უნდა გაგვანადგუროს როგორღაც ოღონდ მასაც რომ არ დაბრალდეს მასაც რომ არ დახბრალდეს ისე მე კი გეუბნებით თქვენ ახალგაზრდა ჩემო კოლეგებო მეგობრებო უმცროსო მეგობრებო ყველას მოგმართავთ აბსოლუტურად ვინც გამომრჩა მათაც მივმართავ ვინც წავიდა ქვეყნიდან მათაც მივმართავ და ასე შემდეგ ნებისმიერ არხზე ვისაც არ გინდათ რომ იყოთ ფუტკარაძე ანიკაშვილი ლეგიონია მათი სახელი უვიცები თუ არ გინდათ რომ იყოთ და უვიცები არიან გარდა იმისა რომ არაპატიოსანები არიან არაპატიოსნები უპატიოსნოები არიან ხო ანუ მორალური სახე დაკარგული აქვს ისინი არიან ყველაფერთან ერთად უვიცები უმრავლეს შემთხვევაში რასაკვირველია თუ არ გინდათ რომ დაემსგავსოთ აი ამ კონფორმის ტიპებს რომლებიც დღეს იღებენ 39000 ლარი ქონდა ერთ-ერთ მენეჯერს ხელფასი და კარგი 39000 ლარი ყველას გვარგებს რასაკვირველია ხო მე ბინის თუ სახლის ყიდვა იტალიაში და მე ელჩად გამწესება რომელიმე სხვა ქვეყანაში ხო ყველას გვინდა ეს მაგრამ არ გინდოდეთ ამგვარი სიამეები, ამგვარი წყალობები საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისგან, გაგიჭირდებათ, გაგვიჭირდება, რთული იქნება, კიდევ უფრო რთული იქნება, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ, რასაკვირველია, იმიტომ რომ ბოროტსას ძლია კეთილმან არსება, მისი გრძელია არის ეს პრინციპი, მოქმედებს ეს პრინციპი, სხვა თუ არაფერი თქვენ ოქროს ასოებით ან ნიშნულოვნად წერთ ჩორკრით ოქროს ასოებით წერთ საკუთარივე გვარსახელებს საქართველოს ჟურნალისტიკის ისტორიაში ამ სიტყვით მე მივმართავ უკლებლივ ყველას ვინც ჩამოვასახელე ირაკლის ნანოს
ეს ერთი ოჯახი დავასახელე, სალომეს, ხვებს, კეთი თუთბერიძეს თქვენ უკვეც ერთ ისტორიაში, როგორც პრინციპული მოქალაქეები საკუთარ გვარსახელს და თქვენ ხართ, ჩვენ ვართ თქვენთან ერთად, ან უბრალოდ გულისხმობ შემთხვევაში და თქვენ ხართ ჩვენთან ერთად ამ ქვეყანას გავამარჯვებინებთ. ესეთები იქნებიან, ანუ ტიპები, რომლებიც რაღაც საჩივარებს დაწერენ, მაგრამ ისტორიის სახელმწიფოში ჩაიწერება ერთი რამ, რომ ფორმულა და თქვენის ნებართვით ფორმულაზე ვიტყვი. ახლა იდგა თავისუფლების სადარაჯოზე, ეს თავისუფლება ქართველმა ხალხმა მოიპოვა 35 წუთია. მე ვარ ახლა ეთერში, პირდაპირ ეთერში გაგაცალით პრაქტიკულად მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაც ვერ გაგაცალით, მე რო არ ვიცი რა გადაწყვეტილება მიიღო, ვერ მოვასწარივოდი, დავსირჩოთ ბოლო ფორმულას ეთერი კი არა, ქარდი ექნება გაკეთებული, არ შეიძლება არც გქონდეს კომუნიკაციების მარეგულირებული კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ და ეს არის და ოდენ ხო მეტი არ არის სამწუხაროდ გამოქვეყნებული, თქვენ ნახავთ, უჩემოდაც ნახავთ რა გადაწყვეტილება მიიღო ახლა ბანდიტურმა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიამ და თუ დაგვინდო რაც შეჭმება რებას სიმართლე გითხრათ, ხვალ არავითარ შემთხვევაში არ დაგვინდობს და ნუ დაგვინდობს, არ გამოირთვება. მე მივმართავ ყაველაშვილს თუ კობახიძეს თუ პაპუაშვილს თუ მდინარაძეს თუ ბიზინა ივანიშვილს და მის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, ხო, მართლა ვიწრო პასუხისმგებლობა აქვს შეზღუდული. პირდაპირ რო წავიკითხოთ ეს სიტყვები პირდაპირ ვაღებვათ, ხო, რასაც გულისხმობს ეს სიტყვები, ხო, რა შინაარსის დევს ამ სიტყვებში შეზღუდული პასუხისმგებლობა გაქვთ თქვენ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ არ ჩაქრება ფორმულა და თუ ჩაქრება ფორმულა, აინთება სხვა რომელიმე არხი, მანამ სანამ თქვენ ხართ და მანამ სანამ თქვენ ორჯონი გიზეობთ, ქართველი ხალხი არ დანებდება ის ინდივიდები, აკიგით ხარით ჩამოგისახელეთ ფორმულას მასშტაბით ადამიანები და ეხა ხო წარმოგიდგენიათ თლიან ქართულ საზოგადოებაში რამდენი ვართ ერთმანეთთან დაპირისპირებულები ხანდახან ერთმანეთს რომ ვერ ვიტანთ ჭყალებში, მაგრამ მაინც ერთ ფერხულში ყოფნი. ეს არის ჩემი ვიდეო ბლოგი, 37 წუთი გასრულდება მალე 17 წამში და ველოდოთ ამ ეხლა უკვე 13 წამის გასვლას და დაგემშვიდობებით და სხვა თემებზეც მექნება ვიდეო ბლოგი. მართლაც შემთხვევით ვარდა ეს კომუნიკაციების გადაწყვეტილება, გადაცდა 27 წუთს დახვამდის. ნო, ბასარან.